ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრობოტს დაეჯახა. წაქცეული ბოძი კი იქვე ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. სხეულის დაზიანება მანქანის მძღოლმაც მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩვენ სახში ვიყავით და უცებ დავინახეთ უბრალოდ სტოლბა რო წაიქცა და რო გამოვედით უკვე ყველაფერი მომხდარი იყო როგორც ჩანს მანქანა ჯერ სტოლბას დაეტაკა და ის სტოლბადან მანქანის რაღაც ნაწილი არის იმ ბავშვზე მოხვედრილი ჩემი ოჯახის წევრი არის და საავადმყოფოში ეხა და მძიმედ არის და ვინც მანქანაში იყო ორი ადამიანი იყვნენ და ისინიც ერთი ცოტა სტაბილურადაა და მე მგონი მეორე მძიმედ არ ვიცი მის მდგომარეობა. შემოვიდა გამოძახება 21 საათსა და 50 წუთზე ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც ითხოვდნენ ორ ბრიგადას. გავედით დაუყოვნებლივ ორი ბრიგადა, ადგილზე ვიყავით 7 წუთში, დაგვხვდა ორი დაზარალებული, ერთი ძალიან მძიმე და მეორე შედარებით მძიმე მდგომარეობაში. ორივეს ადგილზე გაეწია დახმარება და დროულად იქნა გადაყვანილი ქალაქის საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.